თეკლა მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, დიახ, Goldy Rocks-ი იგივე Sam Holly უკვე საქართველოშია, ის სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა თბილისში და დღევანდელი ჩვენი ჩარტო ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად ქართულ მაყურებელს გავაცნოთ ის, როგორც მასზე წერენ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოპ მუსიკის სამყაროში, მთლიანად მსოფლიოში, უფრო დაწვრილებით დღევანდელ პროექტზე გვესაუბრება პირველ რიგში ქალბატონი მაია დარჩია, რომელიც არის ამ ასე თქვათ ვიზიტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროექტის და რა თქმა უნდა სემფონიც დღეს ჩვენი სტუმარია და მასაც დაუსვამთ რამდენიმე კითხვას. ქალბატონო მაია, დავიწყოთ პირველ რიგში როგორ მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება და რა პროექტის ფარგლებში იმყოფება სემფონი დღეს საქართველოში? ალბათ მოგეხსენებათ, ბრიტანეთს აქვს ძალიან დიდი კამპანია, რომელსაც Great ქვია და რომლის მიზანი არის ბრიტანული გამოცდილების გაზიარება მსოფლიოს ქვეყნებისთვის და ჩვენი სურვილი ამ პროექტში ჩართვისა გამოიხატა იმითი, რომ მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი გავლენით სარგებლობს ბრიტანეთში, იმის გამო ზუსტად რომ ის არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ახალი დამწყები ტალანტებისთვის გზის გახსნის და საზოგადოებისთვის ჩვენებისთვის. ის აქტიურად მუშაობს როგორც დამოუკიდებლად, როგორც DJ, ასევე არის ერთ-ერთი ძალიან პოპულარული თანამედროვე მუსიკის რადიო პროგრამის სელექტორის ორგანიზატორი და DJ წამყვანი და მან და ამ პროგრამამ და ამ საქმიანობამ გზა გაუკვალა ძალიან ბევრ ნიჭიერ ბრიტანელ ხელოვანს გააცნო ისინი საზოგადოებას და შემდეგ უკვე ისინი აი მეინსტრიმის ნაწილი გახდნენ, ნუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეგვიძლია ემი ვაინჰაუსი დავასახელო, რომელსაც სწორედ სელექტორმა და DJ Goldy Rocks-მა გაუკვალეს გზა. ნამდვილად საინტერესო. ნათლობა მიიღოს სწორედ ამ ადამიანის წყალობით. და Goldy Rocks კითხოთ საქართველოში ვიზიტის შესახებ, როგორც ვიცით, ის მხოლოდ ბრიტანეთში არ მოღვაწეობს, ზოგადად მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აქვს მსგავსი შეხვედრები მსმენელთან, ათასობით მსმენელთან და დაუსვათ კითხვა, როგორია მოლოდინი ქართველ მსმენელთან შეხვედრისა და როგორია ზოგადად მისი ძირითადი საქმიანობის მიზანი. Okay, the question is how did you end up in Georgia and we know that you travel around the world and you meet thousands of people. And what is your experience? What is of work, of meeting the international audiences, and what are your expectations from your gig in Georgia? I'm really excited to be here. Firstly, basically, I'm here to launch The Selector, which is my global radio show funded by the British Council. We're broadcast in 40 countries around the world, from let's think Jakarta in the east, Australia, right through to Kazakhstan, Georgia, all over Europe, Africa. It's a really extensive show, and we're really proud to be bringing it here. მე აქ ვარ ჩამოსული ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც აი რადიო პროგრამა სელექტორი ქვია, რომელიც 40 ქვეყანაში გადის და მათ შორის საქართველოში და ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ აი ხელი შეუწყოთ ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და აი ხელი შეუწყოთ აი ამ ქვეყნებში, სადაც ჩვენ მუშაობთ და გადის ჩვენი პროგრამა, ასეთი მოგვიბაძონ და აი ასეთვე იზრუნონ ახალი ნიჭიერი მუსიკოსებისთვის გზის გაწვავაში. და საქართველოში ვიზიტის მიზანიც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ეს იქნება. რაც შეეხება მის მუსიკას, ვკითხოთ მისი მუსიკალური კარიერის შესახებ. Could you tell us a little about your musical career? Yeah, so I mean, the show is 2 hours long, and it's all about alternative British music. So it's representing the underground of the UK. So we play dance music, we play rock and roll, as long as it's new and fresh and exciting. კი, აი პროგრამა 2 საათიანია და ჩვენი მიზანი არის ალტერნატიული ბრიტანული მუსიკის გაცნობა თითო ბრიტანელებისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის. აქ ჩვენ ვუკრავთ როგორც ჩვეულებრივ საცეკვაო მუსიკას, ასევე როკ-ენ-როლს, ასევე სხვადასხვა ანდერგრაუნდულ მიმდინარეობებს და
თავარია რომ მუსიკა იყოს ნიჭიერი, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმდინარეობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ Gold Rocks-ი უკვე საქართველოშია, თუმცა ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება ყველა მისი ინფორმაცია და აქტივობების შესახებ ჩვენ გაგვიჭირდება რომ ჩამოთავოთ ყველა ის აქტივობა, რასაც ის გააკეთებს საქართველოში, ამიტომ უფრო ცუდ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ Facebook-ის მეშვეობით. დიდი მადლობა თეკლა და